ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადები აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ სამზადისის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილი კი პასკის ცხობაა, რომლისთვისაც ინგრედიენტებს საგულდაგულოდ ვარჩევ. სანელებლებს რამდენიმე დღით ადრე ვაყენებთ და მისი მომზადების წელს სრულ რეცეპტთან ერთად აღწერაში დაგიტოვებთ. ახლა კი გავააქტიუროთ საფუარი თბილ-რძეში ფქვილთან, მარილთან და შაქართან ერთად. პასკის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია კარაქი. ამიტომ ვირჩევ საუკეთესოს და ვიყენებ პრეზიდენტს. მე მოვამზადე ნახევარი პორცია, ამიტომ გამოვიყენე 5 კვერცხი, რომელიც გავთქვიფე შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავუმატე გამდნარი და შეგრილებული კარაქი. ამასობაში საფუარიც ამოფუშფუშდა, რომელიც გადავიტანე კვერცხის მასაში, დავუმატე დარჩენილი რძე, ფქვილი და მოვზილე ნაზი ცომი. აქვე ვამატებთ სანელებლებსაც და ვაგრძელებთ ცომის მოზელვას. ვამუშავებთ დიდხანს და ძალიან კარგად. ცომი უკვე მზადაა, ახლა დავდგათ თბილ ადგილას და დავავადოთ აფუებას, რომ კიდევ ერთხელ ჩავსვათ. აი ესე ამოფუმფულდა, შემდეგ დავამატე ორი სახეობის ფქვილში ამოვლებული ქიშმიში და სურვილის მიხედვით ფორთოხლის ცედი. აუცილებლად ასე ლამაზად უნდა მოვაგუნდაოთ და შემდეგ გადავიტანოთ ფორმებში, სადაც ისევ ამოვაფუებთ. მე რამოდენიმეს გადავუსვი კვერცხის გულისა და რძის ნაზავი და გამოვიდა ძალიან ლამაზი და ბროწული თავებით. აუცილებლად ვაცხო ფოლგადაფენილ ცხაურზე 170 გრადუსზე ქვედა წვაზე კონვექციით.